მნიშვნელოვანია ქალი იყოს ძლიერი, მას მეტი თავისუფლებისათვის, მეტი დამოუკიდებლობისათვის და გააჩნდეს აუცილებლად თავისი შემოსავალი. როდესაც ქალი ძლიერია, იქ ვფიქრობ, რომ ვერც ბულინგია, ვერც მსხვერპლია, ვერც კონფლიქტია ოჯახური და ასე შემდეგ. ძლიერი ქალი ფაქტიურად ჩემთვის ქვეყნის საძინდარია, განათლებული თანამავდროულად. ახალმა თაობამ საბედნიეროდ იცის კარგად მისი უფლებებით და იცის განათლების როლი და მნიშვნელობა მის ცხოვრებაში რაოდენ დიდი და მნიშვნელოვანია. პროგრამა, რომელიც ქალთა ეკონომიურ გაძლიერებას ეხება, საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო მუნიციპალიტეტში ამ პროგრამის განხორციელება. პირველსავე წელს პროგრამამ ძალიან კარგად იმუშავა, ძალიან აქტიური გამოხმაურება მოყვა ამ პროგრამას და უკვე მომდევნო წლისათვის გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი. იდეა თავდაპირველად ჩვენი იყო და ვამაყობდით და დღესაც, ანუ სიამაყის გრძნობით ვართ ამ პროგრამის მიმართ გამსჭვალულები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქალს დავეხმარეთ, შევძელით მცირედით, მაგრამ მათი სურვილებისა და ოცნებების შესრულება. ამ პროგრამამ საფუძველი მისცა ქალბატონებს, რომ საწყისი ეტაპი ყოფილიყო ეს მათი ბიზნესის განვითარებისათვის და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში და პროგრამებში. ჩვენთან გამარჯვებული ბენეფიციარები შემდგომ წლებში გახდნენ უკვე აწარმოე საქართველოს გამარჯვებული ბენეფიციარებიც. გარდა ამისა, ქალთა ოთახს აქვს გამოცხადებული ტენდერი, სადაც ყველა განაცხადის ავტორს აბსოლუტურად ვასწავლით პროექტების წერას. იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს პროგრამა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩაერთო მათ დაფინანსებაში. რამდენიმე წელია აქტიურად არის ამ პროგრამის თანამონაწილე აჭარისწყალი ჯორჯია, რომელიც ჩვენივე წილით შემოდის, რამდენსაც ჩვენ ვაფინანსებთ, ამდენივე ბენეფიციარს აფინანსებს აჭარისწყალი ჯორჯიაც. ფინანსურადაც გავზარდეთ წელს დაახლოებით 10,000 ლარის ფარგლებში იქნება პროგრამის ღირებულება. დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი საინტერესო იდეა წამოვა და უფრო მეტი კმაყოფილი ქალბატონი გვეყოლება. ჩვენი კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია დაარსების დღიდან ცდილობს მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და გაზარდოს მათი ჩართულობა. ამიტომ ამ მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ. გასულ წელს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან ერთად დავიწყეთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა. ჩავერთეთ ჩვენს ამ პროგრამაში და უკვე ჯამში 15 პროექტი დავაფინანსეთ. ჩვენ ფინანსური მხარდაჭერა 50,000 ლარს მოიცავდა. ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ქალების წახალისება, მათი ეკონომიკური გაძლიერება, რადგანაც მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში და შედეგი მაჩვენათ, როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ ვალდებულებას. თუმცა ეს ბიზნესები რომ უფრო მეტად წარმატებული იყოს და უფრო დიდ შედეგებზე გავიდეთ, ამ ქალბატონებს სჭირდებათ სხვა ტიპის დახმარებაც და გვინდა რომ ეს ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა არ იყოს ერთჯერადი და მოახერდინონ მათი ბიზნესების უფრო სწორად დაგეგმა, ეს ფინანსური თუ ადამიანური რესურსების სწორი გადანაწილება და ჩვენ ამ თანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ და ვფიქრობთ, სწორედ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ამ პროექტების მდგრადობას.